მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს გილოცავთ მე თქვენ ბედობას და მოდით ვნახოთ ჩვენ ბედის წერით დანიშნული ურთიერთობა რა გელოდებათ. შეიძლება უკვე იცნობთ თქვენ ყავთ ადამიანი დაუშვათ და აბა თქვენ შეამოწმეთ არის თუ არა ეს თქვენი ბედის წერა. თუ არა ყავთ შეიძლება გაიგებთ. ეხლა ვინ მოდის თქვენთან? ისეთი ადამიანი, ვინც თქვენი ბედი იქნება. რას გვიმზადებს ჩვენ ბედი ვნახოთ დღეს, ხო? პირველ რიგში გავაკეთებ მე ახლა თქვენ სიგნიფიკაციას, ვნახავ ახლა მე მოვძებნი. მოდით დღეს მოვძებნით ჩვენ იმპერატრიცა, ხო? იმპერატრიცა ვიპოვოთ ახლა ჩვენ. ნუ ბიჭებო თქვენ ახლა ჩათვალეთ რომ იმპერატორი. გოგოები უფრო მეტად უყურებენ, გოგოები უფრო მეტად ზრუნავენ ურთიერთობაზე, ბიჭები ცოტა პასიურებენ. ნუ მაშინ უყურეთ თქვენს გოგოს. რა ბედი მოდის თქვენ გოგოსთან? ვნახოთ. ნუ პრინციპში მაჩვენებენ რას ახლა უკვე რა ენერგიას მაჩვენებენ თქვენ ახლა გახართ როგორ ენერგიაში გეტყვით ახლა უკვე პირველი რაც მოდის ახლა ვიპოვე რა თქმა უნდა ახლა მე იმპერატრიცას მაგრამ აქ მაჩვენებენ რომ თქვენ ხართ ბევრი რაღაცები კი გაქვთ გამოვლილი. აი აქ ვერ ვეტყვი რომ არა, მაგრამ აქ როგორ არის იცით? თუ რამე აი ეხლა დღეს დადეკეთ არჩევანის წინ. ნამდვილად, აი ბევრი გულის ტკივილი, ბევრი გულის ტკენა, ბევრი შეიძლება ისეთი მომენტები იყო, რაც თქვენთვის აი ნუ აქ ძალიან ბევრი გქონდათ. ნახეთ, ეხლა თუ თქვენ მთელი ცხოვრება ბედნიერები ხარ და არანაირად არასოდეს არაფერი ტკივილი არ გქონდათ, თქვენი გაშლა უეჭველი ეს უკვე არ იქნება ეკრევე, მაგრამ აქ უბრალოდ ადამიანი არჩევანის წინ დადგა. იმიტომ რომ ძალიან ბევრ რამეს დებდა ურთიერთობაში და ეხლა უკვე რას ელოდება, იცით, აი უკვე არის რომ მე უკვე მგონი ღირსი ვარ იმისი რომ რაღაცა მივიღო. კარგი, იმიტომ რომ ამდენი წელი ვიყავი ისეთ მდგომარეობაში, რომ მართლა არაფერი ისეთი არ ხდებოდა, მარტო მე ვდებდი, მარტო მე ვაკეთებდი, მარტო მე ვცდილობდი, რომ ეს ურთიერთობა დაუშვათ შემენარჩუნა. და ანუ უფრო ნუ მოდით ასე ვთქვათ მეტი წილი, მაგრამ შეიძლება ბევრ რამეზე გული გწყდებოდეთ, რომ აი ისიც ვცდილობ, ასეც ვცდილობ, მაქსიმალურად მინდა, იმიტომ რომ იცით რა, აი ამ სიტუაციაში მე რა მომწონს, ერთადერთი ის, რომ იმის მიუხედავად, რომ გულის ტკენა გქონდეთ, თქვენ მაინც არ ნებდებოდეთ, თქვენ მაინც ანუ ფიქრობდით იმას, რომ აუცილებლად შემოვა ჩემს ცხოვრებაში იმპერატორი. ნახეთ. აი ხო თქვი იმპერატორი და დაგვასწრო. თქვენ მაინც კი, თქვენ აი ეს არის უეჭვილად ძალიან კარგი სიტუაცია. აი აქ თქვენ მართლა იმას ფიქრობთ, რომ არ არსებობს, აი ნახეთ ეს თქვენი შინაგანი მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ნახეთ, რადგან საჯარო გაშლა არის, მე ასე გეტყვით თქვენ. რომ შეიძლება აქ ზოგისთვის იქნება როგორი მომენტი დაუშვათ რომ თქვენ მაინც იმეც არ კარგავთ თქვათ ეს არის თქვენი მეუღლე დაუშვათ ხო მაგრამ თქვენ ეხლა მაინც იმეც არ კარგავთ რომ როდესღაც ხო გაიგებს ეს ჩემი თქვათ მეუღლე რომ აი მე ვცდილობ ჩვენი ბედნიერებისთვის მე ვბრძოლობ თქვათ რაღაცას ვაკეთებ ხო კი გულიც მტკივა კი მაგრამ მე მაინც არ ვნებდები მე მაინც ვოცნებობ იმაზე რომ როდესღაც აი კარგად იქნება ყველაფერი, მაგრამ მეორე მომენტი, თუ და აქ არის კიდე სიტუაცია ისეთი, რომ даже მესამეც იქნება. ანუ მეორე მომენტი არის, რომ შეიძლება თქვენ მართლა ბევრი გულის ტკენა გაქვთ გადატანილი იმ ურთიერთობაში და ახლა უკვე ფიქრობთ, რომ აი ყველაფერი ჩავდე, ყველაფერი გავაკეთე, აი ახლა უკვე ვფიქრობ, რომ ხო არსებობს ამ დედამიწაზე ადამიანი, აი თქვენი შინაგანი განწყობა აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ნამდვილად გამიგებს, რომელსაც მე ნამდვილად შევუყვარდები, რომელიც ნამდვილად მე ამირჩევს, მე პირველ რიგში და მე ვიქნები მისთვის ნომერ 1. მე მჯერა რომ ეგეთი ადამიანი არსებობს და ის იგივე შემიძლია თქვა იმათის, ვისაც შეიძლება ამდენი გულის ტკენის მერ დიდი ხანი შეიძლება თავის თავს უფრო ირჩევ, ანუ მარტოობა მირჩევნია, ვიდრე კიდე ეგეთი მტკივნეული ურთიერთობები, ნუ თქვათ, რაც თქვენ გადაიტანთ, მაგრამ მაინც რაღაცა იმედი გაქვთ გულში, რომ არსებობს ეგეთი ადამიანი, ვისაც შეიძლება გყავდეთ სხვათა შორის ეს მართლა ძალიან მაგარი რამეა, როცა შენ
გჯერა, რომ არსებობს, მაგრამ პირველ რიგში რა არის, იცით, თქვენ უნდა გაიგოთ თქვენ სინამდვილეში რა გინდათ, თქვენ რა გინდათ, თქვენ რა ურთიერთობა გინდათ, თქვენს გულს რა უნდა, აი ეს გაიგეთ, ის იმას კი არა თქვათ, აი ჩემს შვილებს მოეწონოს, ჩემს მშობლებს მოეწონოს, ჩემს დაქალებს მოეწონოს, ჩემ მეგობრებს არა, მე რა მინდა, მე აი ეს გაიგეთ, ამას როცა მივხვდებით თქვენ, მე უკვე უნდა ეს ამით დაიჯეროთ, რომ ეგეთი ადამიანი არსებობს. ეხლა იდეალურს ვერ შეგპირთებით ნამდვილად, არც ერთი არა ვარ, ჩვენ ეხლა ისე სუნთლად იდეალური, მაშინ ეხლა ყველა ვიქნებოდეთ ეხლა რა ვიცი, 64-ში ხო ვიტრიალებდით ხო, მაგრამ სული მოდის აქ იმისათვის, რომ გახდეს აი ეს იმუშაოს იმისთვის, რომ ეს თქვათ, რაც აქ უარყოფით, იმაზე იმუშაოს, მაგრამ რაღაცა ჩვენშიც ხო გვაქვს რაღაცა მართლა კარგი ხო ცუდები ხო არა ვართ ჩვენ ხო და რა თქმა უნდა აი აქ ნახეთ ახლა კი აი აქ შეიძლება კი არა გამოდიხარ აი ახლა გამოდიხარ თქვენ ამ პერიოდიდან რომ აქ მაღალი ძალები გეხმარებენ თქვენ შეიძლება რაღაცა შინაგანი საუბარი გქონდათ თქვათ ახლა ან ღმერთთან თქვენ თავთან მაგრამ აი აქ გვაჩვენებენ ზუსტად ამას რომ თქვენ რაღაცა პერიოდი გაქვთ ისეთი რომ თქვენ გამოდიხართ რთული პერიოდებიდან აი ძალიან მაგარი რაღაცა აქ არის დიდი ტრანსფორმაცია მოხდა თქვენში კი აი აქ უეჭველი რაღაცა და თქვენ უდიდესი გაკვეთილი აქ დაასრულეთ აი უდიდესი გაკვეთილი დაასრულეთ თქვენ მიხვდეთ აქ რომ მე არ მივცემ უფლებას არავის რომ უსამართლოდ მომექცეს. მე არავის არ მივცემ უფლებას რომ გული მატკინოს. მე არავის არ მივცემ უფლებას რომ მომექცეს ისე როგორც მეკცეოდა, ხო? იმიტომ რომ მე ეს დავასრულე, მე ეს გზა დავხურე, მე ეს გავიარე. მე უკვე სამყაროს გავუცხადე ეს. მიხვდით? აი აქ უკვე და всё დავასრულე, კი და მივდივარ მე ახალი გზით მივდივარ, всё დავამთავრე მე უკვე ჩემი ეს პერიოდი თქვენ აცხადეთ, აქ სამყაროს ელაპარაკებთ. იმიტომ რომ აქ უკვე ტუზები, აქ ნუ ისეთი არკანები მოდის, რომელიც მეუბნებიან რომ ნამდვილად უკვე მე გამოვუცხადე სამყაროს. მე უკვე ვთქვი რომ მე ვერავიდან იმ მიდგომას, იმ ცხოვრებას, იმ უკვე всё ვასრულებ რა. ნამდვილად არ მინდა მე ეგეთი რაღაცები და ამიტომ შემიძლია გითხრათ რომ აი აქ თქვენ ნახეთ თუ თქვენ მამაკაცი არ გაფასებთ თუ თქვენი მამაკაცი ვერ ხედავს თქვენს ფასს თუ თქვენ ნამდვილად აი არა თქვენ ამას არ აიტანთ всё აი იმას რაც კიდე მიყვებიან იმას რასაც გითხარით პრინციპში მე უკვე თქვენ ნამდვილად თქვენ აქ იფიქრეთ ძალიან ბევრი იფიქრეთ თქვენ სულს ელაპარაკებოდეთ აი აქ ქონდა თქვენ გულახდილი საუბარი თქვენ სულთან უეჭველი და თქვენ თვითონ даже თქვენ როგორი მომენტი იცით რომ ანუ თქვენ თავს მიეცით სიტყვა რომ მორჩა აღარ იქნება ისე არ ვერავიდან არა აი აქ იყო აქ აი თუ ეგეთ საუბარი არ გქონდათ რა ვიცი რა გითხრათ იმიტომ რომ აქ ნამდვილად თქვენ ყველაფერი აი დაფიქრდეთ კი ანუ ყველა მომენტები იყო ჩემ ცხოვრებაში კარგიც მაგრამ აი ის ადამიანი ის სიტუაციები სადაც მე არ ვიყავი მისთვის მნიშვნელოვანი სადაც ადამიანი ვერ ხედავდა ჩემს ბედნიერებას აღარ მივცემ უფლებას უკვე არანაირ უფლებას არ მივცემ არავის რა კი და აქ უკვე შემიძლია გითხრათ რომ აქ თუ დაინახოთ მაღალი ძალებიც ნახოთ უკვე რა დღეში არიან როგორ გაუკვირდათ რომ ღმერთო ნეთა თუ მართლა მაგან ახლა ბოლოს და ბოლოს ახლა გადაწყვეტილება მიიღო რამდენი წელი ჩვენ მაგას ახლა ნუ უნდა გააგებლოთ ეს გზა რა მაგრამ რამდენი წელი ჩვენ მის გვერდით ვიყავი და კიდევ კარგი რომ ეს აი აქ რაღაცა ურთულესი პერიოდი დაასრულეთ თქვენ და აქ გამოდიხართ იმ სიტუაციად აი ნუ კიდე ახლა მაგას მაჩვენებენ რომ სადაც იყო ეს ყველაფერი ეს აბსოლუტურად დასრულდება აი შეიცვლება თქვენი სიტუაცია თქვით მოტყუებიდან გამოდიხართ მიხვდით იმიტომ რომ ზოგიერთ ჩვენ თავს ვატყუებთ აგერ გამოვიდა ჩვენი მშვენიერი და ჩვენი კარგი გამარჯვებული ქალი ჩვენი იმპერატრიცა რომელმაც თქვა რომ არავითარ შემთხვევაში მე არ მივცემ არავის უფლებას რომ აი თავის ბედნიერებას რომ იცავს
მე დავიცავ ჩემს ბედნიერებას, მე არავის არ მივცემ უფლებას, რომ აქ ვიღაცა მოვიდეს ჩემთან. სხვათა შორის აქ ვიღაცასთან იყო როგორი მომენტი, იცით? რაღაცა გაიხსნა, აი ინტუიციას დაუჯერეთ თქვენ. ადრე შეიძლება ისე არ იყავით და დაუჯერეთ, კი? ნუ პრინციპში აღარ გავხსნი არაფერს, აქ უკვე всё მითხრეს რომ განულდა ეს ყველაფერი და კი მიდიხარ თქვენს ბედნიერებაში, მიდიხართ. всё. თუ იცანით თქვენი თავი, მოდით ახლა ჩვენ ვნახოთ ახლა ანუ ვინ მოდის თქვენთან რა გიგზავნის თქვენ ბედი, ხო? ანუ ბედის წერი დანიშნული რა ურთიერთობა გელოდება თქვენ. აი მომავალ წელს, ხო? დღეს ხო არის ბედობა, რა დაგებედება თქვენ? რა ურთიერთობა მოდის თქვენთან? რა დაგებედებათ? რა დაგებედებათ? так, ჩემო სიხარულებო. აქ არის ორი ვარიანტი, როგორც ყოველთვის. პირველი ეხლა ნახეთ. შემიძლია გითხრათ, რომ პირველი, ნუ აქ უეჭველი, ნახეთ, პირველი ვარიანტი ის არის, რომ თქვენს როგორ ურთიერთობას გიმზადებს. აქ მოდის თქვენთან ახალი ადამიანი. უეჭველი, ვინც ელოდებოდა, აქ მოდის ახალი ადამიანი, იქნება აქ შეხვედრა ყველა ვარიანტში, ნახეთ, ახალი გაცნობა იქნება, კი? და აქ ეს იქნება როგორი მომენტი, ვისთვის იქნება? ეს თუ დაუშვათ, აი აქ არის ხმალების დედოფალი, თქვენ თუ დაუშვათ, ვერ ხედავდეთ ვერავის თქვა თქვენს გვერდით, აუცილებლად აქ თქვენში იხსნება რაღაცა, აი ეს ენერგიები, რაც პრინციპში მე ვთქვი, ახალი ენერგიები და თქვენ უკვე იქნებით, ანუ თუ დაუშვათ, იყო მომენტი, რომ ვიღაცა თქვა, ეხლა ნუ გთავაზობდათ გაცნობა, ხო? ან თქვა დაგელაპარაკებდა და თქვენ იყავით ძალიან ისეთ ცივად, აი თქვა, არა, არავინ არ მაინტერესებს, ზოგი შეიძლება სხვადასხვა ქრივი იყო, აი აქ და რაღაცა პერიოდი დაგისრულდა თქვენ და შეიძლება იმ ქრივობის პერიოდში, ანუ არაძლევდეთ თქვენ თავს უფლებას, რომ ვინმე კიდე გავისვით, ან გაშორებული ხარ დაუშვოთ, ხო? მაგრამ აი აქ თქვენ აი თვით ბედი გიგზავნის თქვენ ბედნიერებას და ამიტომ აქ შეიძლება ახალი გაცნობაც იყოს. კიდე ვიღაცისთვის იქნება, რომ თქვენ დაუშვათ აპატიებთ იმ ადამიანს, ვიზიც იყავით ნაწყენი და გექნებათ მასთან შეხვედრა, იმიტომ რომ მას გიგზავნის თქვენ აი ისევ თქვათ გაძლევენ მაღალი ძალები აქ შანს თქვენ დაუშვოთ, ხო? კიდე რას მეტყვის ტარო ვნახოთ. ნუ იცით რა არის? ყველა ვარიანტში აი აქ არა აქვს მნიშვნელობა, ახალი იქნება, ძველი იქნება, ხო? რაც მაჩვენებენ, იცით, აქ უმნიშვნელოვანესი ის არის, რომ თქვენ იქნებით ძალიან კმაყოფილი ამ სიყვარულით, იცით? ნახეთ, ნუ თქვენ ცხრიანი პენტაკლების და ეს თასების აი აქ ნახეთ ეხა ტუზი რა. აი ამას მეუბნებიან, რომ თქვენ გინდათ ეს გაცნობა იყოს, ხო? თქვათ, გინდათ ადამიანს გიბრუნებენ თქვენსას, ხო? რომელიც თქვენ გიყვართ, თქვათ, ნუ ნაწყენი იყავით, რამე ან გული გტკიოდეთ, ხო? აი აქ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ იქნებით ამ სიყვარულით კმაყოფილი, თქვენ იქნებით ამ ურთიერთობით კმაყოფილი, ეს არის მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ შეიძლება ხა მოვიდეს ახალი მილიონი წრის და ახალი მოვიდეს, მაგრამ რა მნიშვნელობა თქვენ როგორ თავს იგრძნობთ, ეს არის მნიშვნელოვანი იმ ადამიანთან და რა თქმა უნდა ისეც როგორ იგრძნობს თავს ნუ თქვენს გვერდით, ხო? მოგდით კიდევ ნახოთ ახლა რას აი დღეს რა არ გამოვამზადე კითხვები, ხო ხედავთ მეთქი, ნუ კაი, ნაკაჩი შევედით, არა აქვს მნიშვნელობა. ვნახოთ. კიდე რას გიგზავნით თქვენ ბედი, ხო? აი რა უნდა დაგებედოთ კიდე ურთიერთობაში. კიდე რა უნდა დაგეხმაროთ, რა უნდა დაგეხმაროთ, ხო? ნუ აქ მაჩვენებენ იმას, რომ ნუ დაბრუნება როგორც გითხარით. კი, აქ თუ ვინმე სიჩხუბეთ, კი ადამიანი მოვა რაღაცის შეიძლება საუბარი გექნებათ, შეიძლება რამეს შემოგთავაზებს, ნუ ან სუმცირე, აქ კიდე შეიძლება შეეცდება
თქვენი პარტნიორი აი თუ გაქვთ კითხვა რომ თქვათ შეიძლება ჩემს დაბრუნებას კი შეიძლება აქ აუცილებლად გამოჩნდება შეიძლება სრულიად მოულოდნელად ისეთ რამეს შემოგთავაზებს რაც ახლა თქვენ ურთიერთობას გაანახლებს კი აი ვისთანაც თქვენ ახლა თქვათ გაბუტული ხართ ვისაც არ ელაპარაკები ვისთანაც თქვათ ნუ რაღაცა პერიოდი იყო არასასიამოვნო ეს ადამიანი აუცილებლად გამოჩნდება შეიძლება ბოდიშს მოგიხდის მაგრამ აუცილებლად აი უცბად თქვათ ნუ რაღაცა არასასიამოვნო სიტუაცია თუ იყო და პაუზა იყო გამოდიხართ იქიდან და ახალი ეტაპი იწყება პრინციპში ნუ აქ უბრალოდ მე ვფიქრობ რომ ეს ამას გვიშიფრებენ ჩვენ და კიდევ ნახოთ ახლა ისეთი კარგი გაშლა რომ პრინციპში მე მგონი არც არის საჭირო რომ აქ ბევრი ახლა ჩვენ ვისაუბროთ კიდე რას გიმზადებს ბედი ურთიერთობაში კიდე ну ჩემო საყვარელო გოგოებო და ბიჭებო აქ ნახეთ აქ შეიძლება თქვენ ისეთი საუბარიც გქონდეთ ადამიანთან ხო რომელიც ეს ადამიანი თქვათ აი даже სიტყვები აი ესა თუ რაღაც მინდა გითხრათ ისეთ სიტყვებს გეტყვის ადამიანი რომელსაც შეიძლება თქვენ უკვე არ ცელოდებოდეთ ისეთი რაღაცას თქვათ აი აპირებდა ვერ გეუბნებოდეთ მაგრამ აი გეტყვის მოგწერს შეიძლება ისეთ რამეს და შეიძლება გითხრეს ისეთი სიტყვები რომ მე შენთან მინდა ცხოვრება ანუ ეს ნახეთ თუ ეს არის ძველი აქ უეჭველი აი ხო ვთქვით რომ რაღაცა საუბარი იქნება ხო აი აქ გვეუბნებიან რომ ეს ადამიანი იტყვის რომ მე შენთან მინდა ხო მე შენთან მინდა ბედნიერება მე აი ნამდვილად მინდა რომ აი რასაც ხო ვერ გეუბნებოდი მაგრამ აი შენ რომ მოითმინე შენ რომ არ გამიბრაზდე შენ რომ აიტანე ნუ ეს არ არის მაინც ასატანი რა არის იცით მაგ პერიოდში უბრალოდ მე მინდა რომ თქვენ არიჯდეთ ყვილა და არ ელოდეთ და აი ეს მოთმინებაში მე არ გულისხმობ იმას რომ შენ ახლა იჯეკი და ასე ელოდებოდი არა ხო ეთყობა თქვენს რაღაცას აკეთებდეთ იმისთვის რომ თქვათ ახლა რადგან ეს ენერგია წავიდა უკვე ისე რომ ეს ადამიანი თვითონ დაფიქრდა და მიხვდა რომ მე არ უნდა თქვენი აქ ადამიანს ნამდვილად ახლა დაკარგვა იმიტომ რომ აი აქ არის როგორი მომენტი რომ ჩემი ბედნიერება ხარ შენთან მინდა მე ვიყო რა მხოლოდ შენთან ვითარდები მხოლოდ შენთან ვიზრდები შენი სიყვარული არის ჩემთვის ყველაფერი აბსოლუტურად აი ეგეთ სიტყვებს გეტყვის ნახავთ თქვენ კი აქ ნამდვილად არის მომენტი როცა შემოდის აი ძალიან კარგი სიტუაცია всё და აღარ გავხსნი არაფერს ნახეთ ახლა შეყვარებულების არკანი არის აქაც და ნუ რთული პერიოდიდან გამოდიხდეს ან წყვილი ან თქვენ всё მიიღეთ ახლა უბრალოდ ნახეთ აქ იქნება ნამდვილად ძალიან მაგარი შეხვედრა ძალიან კარგი შეხვედრა თუ დაუშვოთ ეს ძველი აქ ექნება წინსვლა ყველა ვარიანტში ზოგი თუ ახალი არის აქ შეიძლება სადღაც გზაში შეხვდებით ეგაც არ არის გამორიცხული მაგრამ ყველა ვარიანტში ძალიან ბევრი რაინდები აქ ეტლი ყველაფერი ისეთი არკანები გამოვიდა რომელიც გეუბნებათ რომ აი თვით ბედი ნახეთ აი ბედი გიგზავნის თქვენ დიდ ბედნიერებას მიიღეთ ეს ბედნიერება რომელიც თქვენთან აი აქ მაღალ არკანებს ავიღებ რომელიც თქვენთან ჩქარობს და თქვენ ნამდვილად აი აქ ამ ყველაფერში უნდა იყოთ ბედნიერები რაც მე მართლა ძალიან მინდა რომ იყოს და მიხარია რომ თქვენ წერთ კომენტარებში რომ აი ჩემი ვიდეოები ჩემი გაშლები თქვენ გეხმარებათ აი ეს არის აი ჩემთვის უდიდესი ბედნიერება რომ ამით თქვენ ვითარდები და არა ჩვენ აქ რაღაცა მკითხაობით ვარ დაკავებულები რომ თქვენ ნამდვილად იღებთ მაგარი ინფორმაციას რომელიც აუმჯობესებს თქვენს ცხოვრებას და მე მთელი გულით და სულით თქვენ ნამდვილად გისურვებთ რომ მხოლოდ კარგი შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში